მოგესალმებით, როგორ ახართ? მე არასახარბიელოდ. ხო არის რაღაცა პრობლემების ჯაჭვე ცხოვრებაში, ხო ყველაფერი სერიებივით არის, ეს ძალიან დაბალბიუჯეტიანი ბევრსერიანი სერიალი რომ არის. ხო და მორიგი ასეთი დაბრკოლება შემხვდა. ნიკოლოზ წავიყვანა ექიმთან. მერაბ ვარძუკაშვილი თუ სწორად მახსოვს დამყავს სითი მეცად გითხრათ სად დამყავს ლუბლიანას 30-ია იქ ზუსტად ვიცი სითი ფიზიო და ექიმი არის სწორად ვამბობ მე მგონი ვარძუკაშვილი მერაბი და აღმოჩნდა რომემ გვაქვს ცხიმოვანი ქსოვილების ანთება მუხლში გვაქვს არა აქვს და ჯამპინგი არ ვიცი რომელი დაავადებაა ვერ ყვევი მედიცინაში კარგად რამ გამოიწვია ეგ ვიცი ანუ ბევრმა გადამეტებულმა ვარჯიშმა უტვინო თავი ფეხებს ძალას აყენებს ამბავი არ არის თლად ხო და გამოგვიწერეს მოვალისი წამალი რომელიც უნდა მიიღოს ულტრაბგერითი თერაპია კლოდიფენით მიოსტიმულაცია მაგნიტოთერაპია და სამკურნალო ვარჯიშები საჭიროებისამებრ და ხალხოთ ნახე 2140 მონეტი წამლების გარდა წამლები ვიყიდა ეს იყო შიში იმის რომ რაღაცას ვერ გავაკეთებდი ანუ უნდა დამეწყო დღეიდან ახლა წავიყვანე და დავბრუნდი სახლში დღეს უკმა არ ჩამსვლია მიუხედავად იმის რომ ტვინს გავაგებინე რომ ყველაფერი კარგად იქნება ორგანიზმს ვერა ძალიან შემეშინდა თვის ჭრილში ჩემი ხარჯებით ამ ხელა ფული გადავიხადო შოქში ჩავარდი ხო და რას ვაკეთებთ ახლა პირველი რაც თავში მომევიდა აწრად და რაც ყველაზე ტუტულცოპა იყო ავტექი და დაურეკე მამას მოუყევი სიტუაცია და თან ვუთხარი რომ ცოტა ფული მაქვს თქო და იქნებ რამე მომცე თქო მამა ეზოში რემონტს აკეთებს და ძალიან დიდ თანხებთან არის აღარ დაკავშირებული სადღაც 7-8 და პაუზა ქონდა და მითხრა რომ იმ თანხას გადავრიცხავო და რაც დამრჩებაო გადმოგირიცხავო საღამოს ჩემი თავი ვაიძული კარგად რომ გამოსულიყავი ამ ჭიპლად დამოკიდებული ბავშვის ემიდან რომ იმას დახმარება გჭირდება არსებობს ბანკი არსებობს სესხი არსებობს ჩემი სამსახურები იქნებ შეუძლო და გამომივიდეს რაღაცეებში ეკონომიას გავაკეთებ და ნუ რა თქმა უნდა ეს მჭირდება ნიკუშას თუ აქვინმე გაიფიქრებს რომ აი სპორტზე დაკყავს მაშინ გამოიყვანა ეს შეიძლება ჩვეულებრივად მოსულა და ნიკუშას ისე უყვარს ფეხით ხეტიალი და კიდე ერთი ის რომ ადამიანს რაც ძალიან ახარებს და უყვარს იმაზე უარს ვერასდროს ვერ ვეტყვი ის უნდა აკეთოს ნუ ამ ფიზიოთერაპიის დროს შეწყდა ანუ დაურეკა გუშინ წვრთნელს და უთხრა რომ მუხლზე უნდა იმკურნალოს და ანუ ვარჯიში თამაში ანუ არ განიხილება არაფერი
32 დღე. რა თქმა უნდა, მე ერთი კომენტარი გამახსენდა, წავიკითხოთ. იცით როგორ წავიკითხე ეს კომენტარი? ზუსტად მესმის რა დაწერეთ. მაგრამ ხო, მოდი არ წავიკითხოთ. ვუყურებდი არ და გამზადებული მქონდა. ხო და ეგრევე გავაკეთე სესხი, იმიტომ რომ ჩემი სამსახურების სტაბილური შემოსავალი რა თქმა უნდა მაქვს და დათვლილი მაქვს და ვიცი. არასტაბილური შემოსავალს ახლავს კიდე თან ხარჯი. ყოველდღიური Facebook პოსტი და ასე შემდეგ. და სადმე რამე ალო დიასახლისები ხომ არ გჭირდებათ. ხო, ნუ სად ვიყავი აღარ მახსოვს. არა და უნდა მეპასუხა. ხო და არ მახსოვს რას ვამბობდი. ხო, ნუ მოკლედ, ახლოს მახსოვს დაახლოებით. ეგრევე გავაკეთე სესხი, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურად უნდა ვიხატოთ და ჩემი შემოსავლები დათვლილი მაქვს, რა თქმა უნდა, გავედი. მაგრამ დამატებითი ცხო მჭირდება, ხო, რაღაცების უზრუნველსაყოფად და ყოველ დღე მიწევს 95 ლარის გადახდა. და ამიტომ შვიდად რო ვიყო, გავაკეთე სესხი. ნაწილი მქონდა საფულეში. სესხი უნდა დამეფარა და გავაჩერე და ნუ მოკლედ. ხო და დილას მირეკავს მამას სამუშაოდ გავედი. პატარა საქმე მქონდა 1 საათიანი და როგორ ხარ რა შვებიო? მეთქი ნორმალურად რა მიჭირს. მეთქი დამავიწყდა მეთქი რომ მომეწერა თქვი ხო მამას სხვა რო ანერვიულებდი კიდევ და ხო არ ვეტყოდი რომ სესხი გამოვიწანე. ანაბარი მქონდა თქო და დავარღვიე თქო და აღარ მინდა თქო ფული თქო რა და ისედაც წუხელ ძალიან ვინანე რომ თხოვე. რომ ეს ჭიპლერ დამოკიდებული იმედიანი ხალხი მზარავს. ხო და ასე მითხრა რომ წუხელ მთელი ღამე არ მეძინავდა იმის მერე მოვკვდი. ანუ ის რომ ჩემთვის ახალი წელი არ არსებობს, არ მაინტერესებს საერთოდ. გრინჩის გრინჩი ვარ, მაგრამ ის რომ თვეში როცა ნოემბერში აჩერებ ყველაფერს და ელოდები დეკემბერს, ხო, რომ რაღაც მოიწესრიგო სახლიდან, ნოემბერი მკვდარი თვეა. და დღეში მაქვს 95 ლარი სახდელი, გარდა იმის, რომ ნიკას ჭამოჭერდება, მე არ შემიძლია, რომ კარტოფილზე და მაკარონზე ვამყოფო. ჯერ ისედაც ცუდად იკვებება. ვერ მოვაკლებ რაღაცებს და ანუ ესე ღმერთის იმედად ვერ დავრჩებოდი, ანუ ჩემი ტვინი შემაწუხებდა და მოვკვდი საერთოდ, აი გავნადგურდი, რომ აღვიქვი, რომ მამა ჩემი ამაზე ნერვიულობდა. ხო და რესიანობარი გქონდა მითხრა. ხო და მანქანისთვის ვაგროვებდი ფულს თქო. კარგიო, მანქანის ყიდვას როდის ოპირებო? ავიცი იანვარ-თებერვალში ვფიქრობ თქო. კარგიო, მე მოგცემ მაშინო $1000-ო. ხო და წარმოიდგინეთ როგორი უსუსური ვიყავი რომ მამას დაურეკე. რატო არ შემეძლო რომ დავფიქრებულიყავი და მეფიქრა ის რომ ცოტა ხანი მეფიქრა რა ეგრევე ვინერვიულე გავრეკე და ვრეკავ. და მშვიდდი გადახარშე სიტუაცია გაათენედილა რა 7 თვიანი ვარ და ისევ ნერვიულობ. საუკუნე მამა ჩემისთვის ფული არ მეთხოვია.
ალბათ როგორი ნერვიულა, რომ ეხლა რაღაცას ვერ ახერხებ და თან ნიკუშას ჯანმრთელობაზე აქ ლაპარაკი, ნუ მუხლია. ორი მუხლი გვაქვს, მაგრამ ორივე გვჭირდება. ხო და აი დავიცენტრე, დავიშოკე მე ანუ არ იფიქროთ, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ ვინმეს დახმარება მჭირდება, არც ერთი წუთი, არ განიხილოთ ეგ. და მოდი მაინც კომენტარს დავიკითხავ რა. ვინდა წერა არ დავიკითხავ. მენენები მაგ საქმისთვისო, ნაზო და ნატიფო, ღმერთმა ნუქნას კიდევ შეგხვდას, მასეთი არა ადამიანია, საუკეთესო მინდა შენთვის და გექნება კიდეცო. ანუ ყველაფერი მომწონს მენენების გარდა. და აქ კიდევ ერთი კომენტარია ითანხმებიან, მეც მენანებაო დორაო, მაგრამ უმთავრესია ბედნიერი იყოს და მატერიალურად უზრუნველყოფილიო. ბოლოში იდეალურია, ხალხო. მე მენანება ადამიანები, რომლებიც გაზეთილი თავით, პომადით, უმოქმედოები ზიან აქ ამ ყუთში და მათხოვრობენ. ძალიან მენანებიან. გთხოვენ თქვენ. თხოვენ მეც თუ გარედან ვარ, რა თქმა უნდა, ხო? მაგ შემთხვევაში. ძალიან მენანებიან ეგ ადამიანები. რაც შეეხება დანანებას, მე მენანება ჩემი თავი იქამდე, სანამ ამას გავაკეთებდი. თუ კი რაიმე დანაზოგი მაქვს დღეს და არ მაქვს ის სტაბილური 2000 ლარი შემოსავალი და არ მაცვია ქუსლებზე, არ ვიკეთებ მაკიაჟს და არ გავდივარ დილი 9 საათზე, არ უსმენ ვიღაცას და არ მოვდივარ საღამოს 6-ზე, სადაც სულ პროტესტებდი ხოლმე დირექტორის თუ ვიღაც თანამშრომლის დამოკიდებულებას და გამორბოდი. მე მენანება ჩემი თავი მაგამდე. როგორ მშიშარა ვიყავი და როგორ რაღაცებს ვერ ვრისკავდი, თორე სანამ ორი ხელი და ორი ფეხი მაქვს, სანამ ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, სანამ მაგარი ვარ, რა მაქვს დასანანებელი ხალხო? ვერ ხვდა სადარბაზოებს დავალაგებ. ისე რომ წარბს არ შევიხრი. მიწას მოვთხრით ცხვირით, ოღონდ სახეს არ დავკარგავ. ანუ ცუდად კი არ მიმიღია ეს კომენტარი. მე გიხსნით იმას, რომ მე არ ვარ შესანანებელი. ვიყავი იქამდე, სანამ ძალიან მიჭირდა რაღაცები, თქვენ არც იცით, სულ ჩემდას ვთხოვდი ყოველ თვე დახმარებას. ყოველთვის დასახმარებელი ვიყავ. როცა მქონდა სამსახური, სადაც მერქვა ბუღალტერი. დღეს მე მაქვს ჩემი სამსახურები, რამდენიმე კომპანია, ვზივარ თავს ურტყავ, მუშაობ, ღამე, დღე ფიზიკურად ვმუშაობ. შესაბამისად არ მჭირდება არავის დახმარება და არც დასანანი და შესანანი არ ვარ ხალხო ნამდვილად. სახელები იმიტომ არ წავიკითხე, რომ ანუ სწორად აღვექვი მე თქვენ რა იგულისხმეთ, მაგრამ ახლა დადგა ფაქტი. მე რომ ამას არ ვაკეთებდე, დღევანდელი გამოვიმუშავე და წავედით. ხვალინდელი, ზაგინდელი, მაზაგინდელი ყველა მაქვს. თუ არ დამჭირდა მე იმ სესხიდან კაპიკს არ გამოვიტან. და მე ჩემი შრომით შევძლებ იმის უზრუნველყოფას, რაც მე მჭირდება. მე მეცოდებიან ადამიანები, ჩემი თავიც მეცოდება. მე რო ცოტა მეტი რისკი მქონდეს, დღეს მექნებოდა 100-კაციანი კოლექტივი. მან მეცოდება, რომ რისკებთან ვარ ძალიან ცუდად. თორე შრომასთან რო ხარ კარგად და ცუდი დირექტორიც მხვდებოდა ხოლმე, კაცო, მე ისეთი დირექტორები გამომივლია და ისეთი უფროსები მყოლია, რომ მტრისას დავისას ის ქალი ნერვები რო დამაგლიჯა, მოგონება ის დავივიწყეთ. ისინიც დავიწყებული ყოს, მაგრამ არ არსებობს ცხოვრებაში რა გქვია, დამლაგებელი გქვია, დიასახლისი გქვია, ბუღალტერი გქვია, თუ ჯანდაბა თუ ოხრობა, რომ დაბრკოლება არ შეხვდეს და ვიღაც ადამიანი, ყველა ადამიანი შენთვის მისაღები იყოს, ანუ არ არიან ეგეთი ადამიანები. სამწუხაროდ. და კიდევ ერთი კომენტარი მინდა წავიკითხო და
თუ იპოვე და იქაც სხვა თემაზე გადავიდე, იმიტომ რომ ეს თემა ფაქტიურად მოგვარებული აღარ ჯერჯერობით ძალიან ცუდად ვარ. ვეღარ პოულობ. მე მინდა მოდით თემას გადავხვიოთ და კიდევ ერთი ამბავი მოვთხროთ. არა შავი ამბების, შავი დღეების დღეურებიდან. გუშინ მოკლედ ვზივარ რიგში ველოდებოდი ჰექიმს და ჩემს მეგობარს ყოფილი სკოლის დირექტორი. მოვკარე თვალი. და დაბურეკე და ყველაფერი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. არასდროს არ ვიყავი ასეთი. ეს მასწავლეთ თქვენ. თქვენი ამდენი სიყვარულის კომენტარი რომ მოდის, თქვენი ამდენი ემოციების კომენტარი რომ მოდის და ასე რომ მეუბნებით მიყვარხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ და ყოველთვის მეგონა რომ თუ ადამიანს ვეტყოდი მიყვარხარ, თუ ადამიანს სიტყვას ვეტყოდი რაღაცას რომ ვირა კარგი ხარ, ან რაღაცა ჩამეთვლებოდა აფერისტობაში და ვცდილობდი რომ საქმით დამემტკიცებინა და საქმით გამიკეთებინა, მაგრამ თურმე ეს არ ყოფილა. მე თუ კითხულობ ამდენს და სიამოვნებს და ხუთმა თუ მომატყუა და მე აფერისტა ათასები ხართ ხო თქვენ? ამდენი აფერისტი ვერ ივლის საქართველოში. თურმე რა საჭირო ყოფილა ადამიანს მოეფერო უთხრა რომ მიყვარხარ. მე ვარ ადამიანი რომელსაც სულ ჭირდება კომუნიკაცია, სულ ჭირდება შეძახილი და სულ ჭირდება ქებადიდება. ხო არ მწვენია ეგეთი ვარ, რა გავაკეთო. სტიმულს მაძლევს. მაგალითად ჩემი გაჩენილი უფროსი შვილი დავითი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს, მაშინ როცა სიჩუმე არავინ არ არის და ძალიან კომფორტულია და მე ამ დროს დედა დილით არ გათენებ დაურეკავ ესე მივაყრე. სიჩუმეა იქიდან აბსოლუტურად, უბრალოდ მე მჭირდება კომუნიკაცია. ხო და ამბავის თხრობა განვაგრძოთ და ძალიან მომაწვა ანუ ეს ჩემი მეგობარი იყო ჯერ ჩემი ისტორიის მასწავლებელი მე-6 კლასში მასწავლებელი. შემდეგ მასთან ვემზადებოდი მე-6 კლასიდან ისტორიაში. შემდეგ გახდა სკოლის დირექტორი. შემდეგ ვემზადებოდი მისაღები გამოცდებისთვის. და შემდეგ გახდა ჩემი მეგობარი. და მე მასთან ერთად იქ, სადაც მე-6 კლასელი დორა იჯდავს, ვავტი ყავას და ჯერა მოვეფერე როგორ მიყვარხარ და რა ლამაზი ხარ თქო პაუზა იყო თანამდებობის პერიოდა სულ დროის უქონლობა აქვს, მაგრამ შევაწყე რომ ეამა. და ზუსტად ისე ეამა, როგორც მე თქვენ მასწავლეთ, თქვენი მოფერებით. და მოვუყევი როგორ ვიჯექი იქ, როგორი ემოციები მქონდა 12 წლის ასეხა, როგორი ემოციები მაქვს, როგორ მიხარო და იქ მისვლა რას ვგრძნობდი. და ხო მივხვდი რომ ადამიანებს სიამოვნებთ და ეს თქვენ მასწავლეთ, რისთვისაც უღრმესი მადლობა. არ დავიღლები, იმდენ რამეს ვპოულობ ხოლმე, იმდენ საკვანძო რაღაცას ვიჭერ თქვენს კომენტარებში მიუხედავად იმის რომ ეს კომუნიკაცია წერილობითია, ანუ ადრე წერილობით კომუნიკაცია იყო მარტო და ალბათ ადაპტირებულია ჩემთან. ხო აი მაუსებს და თქვენ მასწავლეთ რომ მეც შემიძლია რომ მე არასდროს არ ვეუბნებოდი ხოლმე არავის მიყვარხარ. თქვენთან ურთიერთობაში ნელ-ნელა ვისწავლე რომ ადამიანს უთხრა რომ მიყვარს. რომ კარგია, რომ ჭკვიანია, ვირა ლამაზად გამოიყურება ყოველთვის არ ვიცი რა მჭერდა ისე. რა გითხრათ? აპროტესტებდი. და მადლობა ამისთვის თქვენ რომ ამდენი ხართ. მაუსებთ აი თითქოს სათითაო კომენტარს დავდევ ხოლმე და სათითაო კომენტარი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. სათითაოდ ყველასი.
ცნობთ უკვე ზუსტად ვიცი როგორ იწყება, ანუ რა შეიძლება ეწეროს, ანუ როგორ ყველა ხო ჩვენებურად ვწერთ, ვინ როგორ მეფერებით, ყველაფერს ესე ძალიან ველოდები ხოლმე. და ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ მე შემცვალეთ ამ საკითხში და მასწავლეთ ის, რომ მე შემიძლია ადამიანს მოვეფერო და ეს არ არის ცუდი, პირიქით, ძალიან კარგია. წავედი ხალხო, მე ხა 6:17 წუთია. 3 ჭიქა ყავის მეტი არაფერი დამილევია, თვალები არ მიტირია, მაგრამ ესე წითელი მაქვს და შეშუპებული მაქვს, უნდა ვისადილო. ჯერ მაცივარში მოვიძიო თუ რამე მაქვს ახეთქი და მე ცოტა ხანი იმ ბალისზე უნდა ვინებიურო, თორემ პირველ დღეს მაქვს ხოლმე შოკი და მეორე დღეს მოცევა და ეს დღეს ის მეორე დღეა. წავედი. ყველაფერი შეგვიძლია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. გოცნი.